ერთმანეთი. რამდენი წლის ხარ? 24 შენ 37-ის. ვა, საერთოდ არ გეტყობა, ჭაღარები აქვთ ხოლმე უკვე მაგ დროს. ჭაღარები იმათ აქვთ, ვისაც ამბები გულთან ახლოს მიაქვთ, მე არა. მაგარია. რატო ან მატარებელს ან მანქანას არ მიყვები? რა ვიცი, მეთქი ფეხით ჯავალთქო. საიდან? თბილისიდან და ამ ხელაგზა ფეხით მოდი ხარ? არა ხან გამოვყევი ზოგს. კი, მაგრამ მაინც აზრი რა არის? რა ვიცი, გასართობად უბრალოდ. თუ იქნება ფული არ გაქვს. კი, როგორ არ მაქვს, მაგ, ნამდვილად 11 ლარი და 40 თეთრი მინდევს ჭიბეში. ერთმანეთს გადაუჩურჩულეს და 10 წამში ერთი სამცალ 5 ლარიანს მაწვდიდა. არა როგორ გეკადრებათ, არა საერთოდ რა თმინდა, ის საერთოდ არ დამიხარჯავს ჯერ რაც მაგ. ბიჭო, აიღე, კაი. და გამოვართვი, უბრალოდ ძალიან უნდოდათ რომ გამომერთმია და მეც გამოვართვი. ისე კი კაი ხალხი იყვნენ, მხიარულ განწყობაზე მოლაპარაკე, გახსნილი, მოკლედ ყოველდღე ურთიერთობა რომ გაგახალისებდა მათთან ისეთები. ბოლოს ავტობანზე ჩამოვედი, ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ, მადლობა ვუთხარი და წამოვედი. უკვე სერიოზულად იღრუბლებოდა, მაგრამ ახლად დასვენებული კაი ხასიათზე ვიყავი, მათ არას ავიღებ, წვიმა წამოვა, აივსება და დავლებ, ჰა. მერე კიდევ ავავსებ, მაყვალი შემომხვდა, მწიფე და კაი იყო, მართლაც გემრიელი. ცოტა ხანში კიდევ გამიჩერეს და კიდევ გავყევი. კაი, მე რამდენად გაყევი, მასე ხომ ნახევარი გზა მანქანებით სიარული გამოგივა. მაშინ უნდა დაიძინო და მასე ძილებით და შესვენებებით 3 დღეში ჩახვალ. 3 დღე რა მინდა. ისედაც ვლომად ხანი გავატარე გზაში, ისევ ფეხით მიუყვებოდი გზას. წველი შუა დღე იყო. წყალი თითქმის გამითავდა, გზა ამერია და მაგრად მომეშალა ნერვები ტყუილად რომ ვიარე, მაგრამ არა უშავს. ან ჩავალ, ან მოუკვდები, მანქანაზე გაყოლის განხილვაც გამორიცხულია, თან რაღა დარჩა. გამიმართლა რომ ამ სოფელში წყალი თითქმის ყველა ორნაბიჯში მოდიოდა, მაგრამ თითქოს ხალხი იყო ძალიან განერვიულებული და გაწამებული. სიმშვიდეს არ ღვევდა სახლებიდან წამოსული ყვირილის ხმები. სანამ რკინიგზის გადასასვლელამდე მივდიოდი, მანქანები შეყოვნებულიყვნენ. თითქმის ჩემი ნაბიჯების სიჩქარით მიდიოდნენ, ნაირ-ნაირი წარმომავლობისა და გაგების, ვისაც რა აინტერესებდა გზის თავისებურება თუ სხვადასხვა დანიშნულების წერტილი, ყველა მე მეკითხებოდა და ეს ძალაუნებურად თავდაჭერებულს და გახარებულს ვხდიდა. ცოტა ხანში უკვე ისე მოვსუსტი, რომ ძლივს მივაბიჯებდი და თან ძალიან ნელა. წარმოვიდგინე იესო რა სუსტი ტანისა იქნებოდა, მაგას ხო ჭამა და მასეთები არ უყვარდა და იმხელა გზა, იმ სიმძიმე ჯვარი მთაზე აათრევინეს, თან გზა და გზა დასცინოდნენ და აფურთხებდნენ. მაგრად შემეცოდა. სანამ ნამდვილად არ გამოსდი, შენ თავზე რაიმე განსაცდელს მალამდე ბოლომდე ვერ გაიგებ და შეიგრძნობ. ან რომ ვამბობთ, ვიზიარებ, რანაირად ვიზიარებთ, გვინდა უბრალოდ რომ ვიზიარებდეთ. მიდი კიდე ცოტა და მერე ნელ-ნელა ჩავალთ. ეს რა არის, ეს არაფერია, ყველანაირი წამოწყება გამიქრო ტკივილმა, დაღლამ თუ მოქმედების უაზრობა. ანუ გატყდი? არ გავტყდი, ვიცი რომ გავაკეთებ, მაგრამ მოდი ამჯერად რამეს გავუყვეთ. ავტობუსმა ჩაიარა, ხელი დაუქნია და არ გამიჩერა. არა, რატო არ გამიჩერა, რა უნდოდა საერთოდ, ეთყობა მასე იყო საჭირო. ცოტა ხანში მარშრუტკაც გამოჩნდა, ზედადროულად გამომხნევებელი და სასო წარკვეთი წარწერით, ბათუმი, რომელმაც გამიჩერა, ნეტა არ გაეჩერებინა. ავედი და მოწყვეტით დავეშვი სავარძელში, ხელები ერთმანეთში გადავაბი, უმოქმედოდ დავაწყე და მზერა სადღაც მიმეყინა. ფეხით სიარულთან შედარებით დროში მოგზაურობას ჰგავდა. უკან გადავედი, ფანჯარა გამოვაღე და ქარი ძლიერ მონატრებული მეგობარივით მომეხვია. მე ვიყავი ქარი და სურათები ფანჯრიდან, სხვა ყველაფერი გაქრა და გაითიშა. გონებაში ლამაზი მელოდიები ჩამესმოდა და ეს ყველაფერი კაი იყო. ნაცნობ ადგილამდეც მივედი, მძღოლს გასამრჯელო მივეცი და გზას თითქმის განადგურებულმა გავუყევი. ნიავი მოძრაობდა, ხეზე ფოთლებს მოთეთრო მომწვანო ფერებს უცვლიდა. მზე ჩასვლაზე იყო, ზღვის ხმა მამშვიდებდა. მივედი, მაინც მივედი და როცა სახის დანახვამ წყლით ავსებული, როცა სახის დასაბანად წყლით ავსებული ხელებიდან მზერა ჩემს გამოსახულებაზე გადავიტანე, სიცილი ამიტყდა. ღამით ხელებამ შემიყრო. დაფიქრდნენ. გამეღვიძა, მთვრალი აღარ ვარ, წელი ღია მქონია, იმედია არ გამიშეშდება. ცოტა თითქოს ნაბახუსევზე ვარ.
ცოტა ხანში უკვე გზას მიუყვებოდი ბენზინგასამართ სადგურისკენ, რადგანაც მაღაზიები უკვე დაკეტილი იყო. მივდიოდი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ცხოვრებას წარმატებით ვერ ვართმევდი თავს. კი ცოცხალი ვიყავი, როგორც სხვა ყველა, მოძრაობდი, სუნთქავდი, მაგრამ რაღაცა ხალისი და აზრი კარგა მოკლებული ქონდა ამ ჩემ მოქმედებებს. ბოლო-ბოლო ერთ-ერთი რაც კარგად მახსენდებოდა ამ ბოლო მომენტში, ჩემთვის ახლობელი ადამიანის დაკრძალვის შემდგომ სუფრაზე სასმლით გამოწვეული მსუბუქი ეიფორიაა და რა უიმედოა ეს ფაქტი. მაგრამ არა უშავს, თვითონ ალბათ რომ ხედავდეს, ძალიანაც გაუხარდებოდა. მიუყვები გზას და სიჩუმე გარშემო, სიმშვიდე თუ გარემოს ერთი შეხედვით მიძინებულობა თუ უმოქმედობა, ჩემს სულს ისე ერწყმის, როგორც მეწამული ფერი ზღვას მზის ჩასვლისას. ავტობანზე მანქანებში უსაფრთხოდ მგრძნობი ხალხი მიყვება თავიანთ გზებს. სიბნელეში ერთი შეხედვით უგზო-უგლოდ მიმავალი ადამიანის წამიერი შეხედვით. დაიფიქრდნენ, დაეცოტაოდენის სიახლე და უცნობი გზები გაუჩნდეთ. და ცოტა ხანში გზაზე არც მანქანა ჩანდა, არც ფოთლის შრიალი ისმოდა და არც რაიმე სხვა. იყო ყოვლის მომცველი სიმშვიდე, თითქოს თავდაპირველი წყვილადის მსგავსი. საერთოდ აღარ მენაღლებოდა ცხოვრება და დავივიწყე მასე ფიქრი იმ მომენტში. ფეხების მოძრაობა, სიკვდილე, სუნთქვა, სიბნელე, სიჩუმე, თითქოს აი ზუსტად ამისთვის გავჩნდი, ისეთ ჰარმონიას და ნეტარებას განვიცდიდი. ეს იყო და ეს რა და რავი, აი ჩემი დიდი სურვილია რა, იმედია ცხოვრებაში თუ დამცალდა მერე და მერე, აი იმედია ძალიან მაგრად გამიხარდება, აი კაროჩე ვირჯინია ვულფისნაირი ან დოსტოევსკისნაირი რაღაცა პატარაზე მაინც მივიდე მაგ ხალხთან და აი რაღაცა მასეთი ისეთ დავწერო, რომ კაროჩე რომ ხალხს რაღაცა მასეთი მაგარი ის გაუზიარო რა. რავი, ვნახოთ რა იქნება, კაროჩე ყოველ შემთხვევაში შეიძლება დაჟე ესეც გაუსწორდეს ხალხს რა, რაც დავიკითხე და აბა ჰეი თქვენ იცით.